თქვენ ალბათ უკვე ნახეთ ვიდეოს thumbnail ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას წინააღმდეგ. ეს ბრძოლა დღის წესრიგშია. პირდაპირ გეტყვით, ეს ბრძოლა აუცილებლად შედგება. ვიცი ახლა გადავიღე ვიდეო, სადაც ვამოვდინო ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა, რადგან დროებითი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი და უმაცხებელ ჩემპიონს ილია თოფურიას უნდა შეხვდეს. და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ როგორც ვიცით, თეთრი სახლის ქარდი ახლოსაა. ის აქვე კუთხეშია. დანა უაიტი ალბათ სწორედ ახლა ზის ოთახში, მიკ მეინათან და შონ შელბისთან ერთად. და ახლა ისინი ადგენენ ბრძოლების განრიგს და აწყობენ წყვილებს. თეთრი სახლის ივენთის ორგანიზება სწორედ ახლა იწყება. მათ სურთ, რომ ეს იყოს ყველა დროის უდიდესი საბრძოლო საღამო, ყველაზე მასშტაბური ქარდი. იცით, ეს არის ერთადერთი და განუმეორებელი მოვლენა, რაღაც ისეთი, რაც ჩვენი აზრით აღარასოდეს განმეორდება. ვჯერა, რომ ეს იქნება ყველაზე ნახვადი UFC-ის ივენთი ისტორიაში. You can't put an event on at the White House and not have the fight card just blow everything else to smithereens, right? This thing has to deliver, and it absolutely will. And they're going to put together the most incredible night of fights that us fight fans, UFC fans, could ever imagine. და ჩემი მოგრძალებული აზრით, დღეს მსოფლიოში არ არსებობს უფრო დიდი ბრძოლა, ვიდრე ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას წინააღმდეგ. მე მომწონს ეს იდეა და ვიცი, რომ უამრავი MMA ფანსაც სურს ეს ბრძოლა. მე მზად ვარ. ვიცი, რომ ჯასტინი დროებითი ჩემპიონია, ილია კი დაუმასხებელი და წესით ისინი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ნამდვილად ასე უნდა მოხდეს. მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაში ერთხელ მოსახდენი შემთხვევაა. ეს ყველაფერი თეთრი სახლის გაზონზე ხდება. პრეზიდენტი ტრამპი იქ იქნება, მთელი მსოფლიო ამას უყურებს. ეს ფაქტია. მილიარდობით ადამიანი მიეჯაჭვება ეკრანს, ამიტომ მათ ყველაზე დიდი ბრძოლები უნდა გამართონ. სამწუხაროდ ამ სიტუაციაში ჯასტინ გეიჯს ლოდინი მოუწევს. რატომ? იმიტომ რომ სამხრეთს ყავს ისლამ მახაჩევი, კაცი რომლის რეკორდი 28-ია, ის 2 წონის ჩემპიონია. მან დაამყარა დომინაცია მსუბუქ წონაში და არის საუკეთესო მსუბუქი წონის მებრძოლი, რომელიც კი ამ სპორტს ოდესმე უნახავს. დიახ, კონორ მაკგრეგორი უფრო დიდი ვარსკვლავი იყო. დიახ, ხაბიბ ნურმაგომედოვი შეიძლება ყველა დროის საუკეთესოა და კულტურული ხატია. მისი მიღწევები არასოდეს მიეცემათ დავიწყებას, მაგრამ ფურცელზე ისლამ აქამარი 4-ჯერ დაიცვა, იმაზე მეტჯერ ვიდრე სხვამ. მერე კი ავიდა ქვემ მსუბუქ წონაში და უპირისპირდა ჯეკ დელა მადალენას და უბრალოდ გადაუარა. ჯეკისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად ისლამმა ეს ყველაფერი ძალიან მარტივად გამოაჩინა. ეს კაცი ექსტრემალურად დომინანტი 2 წონის ჩემპიონია. მეორე მხარეს ყავს ილია თოფურია. თუ კონორ მაკგრეგორზე ვსაუბრობთ, ილიამ ზუსტად ის გააკეთა, რაც კონორმა. პირდაპირ გადაუარა ქვემ მსუბუქ დივიზიონს, ნოკაუტში ჩააგდო ჩემპიონი ვოლკანოვსკი და ეს რაღაცნაირად მარტივადაც კი გამოაჩინა. მერე კი ისევ ადისედა წონაში უპირისპირდება ჩარლზ ოლივეირას, გადაყავს პარტერში და შემდეგ უბრალოდ თიშავს მას. ამით ის 2 წონის ჩემპიონი გახდა. მითხარით საერთოდ მომხდარა ასეთი რამ, ოდესმე გვინახავს 2 მოქმედი ორმაგი ჩემპიონი, რომლებიც ერთმანეთს პიკში მყოფნი უპირისპირდებიან? არა მგონია, არ აქვს მნიშვნელობა პიკზე იქნებიან თუ უკვე კარიერის მიწურულს. 2 ორმაგი ჩემპიონის ბრძოლა ისტორიას არ ახსოვს. თუ ვცდები კომენტარებში დამიწერებთ, მაგრამ მგონი ეს საერთოდ არ მომხდარა. ეს იქნებოდა მართლაც ერთადერთი და განუმეორებელი ბრძოლა, ერთადერთი და განუმეორებელ ღონისძიებაზე. სპორტის ისტორიაში ყველაზე სასურველ საბრძოლო საღამოზე. ყველა მებრძოლი და ისინიც კი ვინც კარიერა დაასრულა და ვინც დასასრულთან ახლოსაა. თუ ვინც ახლახან წავიდა სპორტიდან, ყველა ხელს წევს. ყველა ამბობს, თეთრი სახლის ხაზზე ჩხუბი მინდაო. ყავს ხორხე მასვიდალი, რომელიც კონორ მაკგრეგორს იწვევს. შეიძლება ეს ბრძოლაც ვიხილოთ. ყავს ჯონ ჯონსი, რომელსაც კარიერა დაასრულა, მაგრამ ტოპ-ფინალის გამოჩენისთანავე ხელის მუხლუჭი ამოწია. მანქანა მოატრიალა და თქვა: ბიჭებო, დაბრუნდით ერთ სახლში, გამიყვანეთო. მაიკ ჩენდლერიც იქ მოითხოვს ადგილს. როგორც გითხარით, იქ მოხვედრა ყველას უნდა. ეს ქარდი იქნება რაღაც წარმოუდგენელი სპექტაკლი. ჩვენ ყველანი ვუყურებთ ამას, რადგან ეს იქნება სიგიჟე და სავარაუდოდ ტრანსლაციაც უფასო იქნება. ისლამ ილიას წინააღმდეგ, აი ეს არის ის ნამდვილი ბომბი. რა თქმა უნდა, გვაქვს ვარიანტი ალექს ფერეირა სილგანის წინააღმდეგ. ძიმე წონის დროებითი ქამისთვის, მაგრამ განაი ამაზე დიდი ბრძოლა არსებობს. დიახ, ჯონ ჯონსი და ტომას ფინალი, მაგრამ მოდით რეალობას ჩავხედოთ თვალში. ტომი ამჟამად თამაშგარე მდგომარეობაშია და არავინ იცოდის დაბრუნდება. ჯონ ჯონსის კი საერთოდ არ უნდა ტომთან ჩხუბი. თანაც ჯონს ვეღარ ვენდობით. კაცმა თქვა: ახსიტი მაწუხებს, მინდა ჩემს შვილებთან ერთად სირბილი შევძლო.
თუმცა დაბედებიო და კარიერა დაასრულა. მე თავად მაქვს მძიმე ართრიტი და ბევრმა ეს კი იცის. ასე რომ ამის გამო ჯონს ვერ დავადანაშაულებ. ეს სპორტია, შენ სხეულს ფიტავს და ანადგურებს. თუ წახვედი წადი, ხუთს მოვიხდი შენს წინაშე, ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ისტორიაში. ოღონდ დაბრუნებებით უღად გვაწვალებ. კარგად რა. მოკლედ, მოდით გადავიდეთ მთავარზე. თოფურია ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. ამ თემაზე ბევრი რამ აქვს სათქმელი. თავად ხაბიბ ნურმაგომედოვიც კი გამოვიდა და გააფრთხილა ილია. მისმინე, შენ ამისთვის მზად ხარ. ადგი 170 ფუნტში ასვლა და ისლამთან დაპირისპირებაო. მან თქვა, რომ ილია კარგად ლაპარაკობს და საკმაოდ კარგადაც ჭუბობს, მაგრამ ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ ის ძალიან მწარე გაკვეთილს მიიღებსო. თოფურიას ისლამთან შანსი არ აქვს. ხაბიბი ერთადერთი რუსი არ არის, რომელიც ცოტა ცუდს ლაპარაკობს. შადაბულეთით ჩემი ცათვალა ძმა. მოიცა, აი ასე ჩვენ ხო ძმები ვართ. ისიც გამოვიდა და რაღაცები თქვა. მისი აზრით ილია თოფურია თავისთავად კარგი მებრძოლია, მაგრამ თუ დავაკვირდებით როგორ მივიდა ქამრამდე, იქ 4-5 საეჭვო მეტოქე იყო. შარამ თქვა, რომ როცა ილია მართლა სერიოზულ მებრძოლებს დაუპირისპირდა, ისინი უკვე გამოფიტულები იყვნენ. ჩაზ ოლივეირა გამოფიტული იყო, მაქს ჰოლოვეის რთული მეტოქე იყო, მაგრამ აღარ არის ისეთი როგორიც ადრე. ბევრი დაზიანება მიიღო კარიერაში და ცოტა შენელდა. ალექსანდრე ვოლკანოვსკი ისიც აღარ იყო იმავე დონეზე, რაზეც ადრე. ნახეთ, მე შარაბულეთის დიდი ფანი ვარ, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს და ვფიქრობ, რასაც ამ სპორტში აკეთებ, თავისი შეზღუდვებით ფენომენალურია, მაგრამ ამ საკითხში მას აბსოლუტურად არ ვეთანხმები. მაქს ჰოლოვეიზე ვერ იტყვით, რომ მისი საუკეთესო დღეები წასულს ჩაბარდა. კაცმა შაშან ჯასტინ გეიჯი დაანოკაუტა. გარდა ამისა, მან დაამასხა დასტინ პორიემის ბოლო ბრძოლაში. შესაძლოა დასტინს ერთი ფეხი უკვე კარიულ პენსიაზე ჰქონდა და ეს მისი საუკეთესო გამოსვლა არ იყო, მაგრამ ილიას წარმატებების ასე უბრალოდ ხაზგასმა ოლივეირასა თუ პორიეს შემთხვევაში არ შეიძლება. როდესაც ილია 55 ფუნტში ავიდა, ჩაზ ოლივეირას წინააღმდეგ ეს მხოლოდ ერთი ნოკაუტი არ ყოფილა. მთავარი იყო ის, როგორ აკონტროლებდა ის მთელ ბრძოლას. დააბანახეთ რა უკნა ოლივეირამ მარსელო გარსიას შაშან ოქტომბერში ბრაზილიაში. მიდი დაუთხარი ჩარლს, რომ ის გამოფიტულია, ანდრუა ხელთათმანებელ უსმებზე ჩამოკიდოს. კაცი BMF ტიტულზე ჭუბობს შემდეგ ივენტზე მაქს ჰოლოვეისთან. ილია თოფურიამ კი მათ უბრალოდ გადაუარა. თავზე გადაუარა ყველას და ეს ყველაფერი ძალიან მარტივად გამოაჩინა. მართლა ასეა. იქნებოდა თუ არა ეს ბრძოლა თერთი სახლის ქარის მთავარი მოვლენა? არ ვიცი, რა თქმა უნდა, ჯასტინ გეიჯისთვის ეს ძალიან ცუდია. ჯასტინი აღარ არის ნორჩი. ისიც ალბათ პენსიის ზღვარზეა. მან სულ ახლახან ბრწყინვალე სანახაობა და ნამდვილი ომი აჩვენა პედი პიმბლეთან ყველას მოეწონა ეგ ჭუბი. ესეც შემდეგ რიგში ის უნდა იყოს, მაგრამ მაპატიეთ. ასეთ უცნაურ გარემოებებში და ეს ერთ-ერთია იმ იშვიათ შემთხვევათაგან, მე პრობლემა არ მექნებოდა ეს ბრძოლა რომ ჩაენიშნათ. ვიცით, წესი დროებითი ჩემპიონი უნდა ჭუბობდეთ. ვიცით, რაც მოხდა ტომ ასპინაძე, კურტის ბლეიძე და იმ ბლა-ბლა-ბლა ისტორიებზე. ყველამ ვიცით ეგ სცენარი, მაგრამ ეს შემთხვევა განსხვავებულია. ეს არის ცხოვრებაში ერთხელ მოსასვლელი შანსი. იყო თერთი სახლის ივენთის ჰედლაინერი. ახლა კი მთავარი კითხვა, თქვენი აზრით, გახდება ეს ბრძოლა მთავარი რუსი ესპანელის წინააღმდეგ ან რუსი ქართველის წინააღმდეგ თერთ სახლში? გონი ორგანიზატორებს ეს არ ადარდებთ, მათ უბრალოდ საუკეთესო ბრძოლა უნდათ. და მითხარით, არსებობს დღეს იმაზე უკეთესი დაპირისპირება, ვიდრე ორი მოქმედი, ორმაგი ჩემპიონის შეჯაღება, რომლებიც თავიანთ პიკში არიან? ბევრი ამბობს, რომ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ჭუბი ყველაზე დიდი ბრძოლა არის, ორგანიზებაც ახლა საერთოდ შესაძლებელია. მეც ასე ვფიქრობ, ილია ვეს ისლამი ეს უფრო მასშტაბურია, ვიდრე ჯონ ჯონსი პერერას წინააღმდეგ. მოდი ტექნიკურად შევხედოთ. ისლამ მახაჩევს სავარაუდოდ ჭიდაობაში ექნება უპირატესობა. ილია თოფურიას კი აშკარა უპირატესობა კრივსა და დარტყმის ზალაშია. ამაზე კამათიც ადღის, თუმცა ისლამს უფრო მაღალი დონის მეტოქეები ჰყავს დამარცხებული. ის ბევრად დიდი გაბარიტების ბიჭია, უკეთესი გრეპლინგი აქვს და შესაძლოა უკეთესი ჯიუ-ჯიტსუც. მაგრამ აი რა არის მთავარი, ისლამ მახაჩევი ნოკაუტშია ნამყოფი ადრიანო მარტინესთან. ყველა შეიძლება მოხდეს იმ წერტილში და დავესწრეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ილია თოფურიას ეს ჯერ არ მოსვლია. ისლამს კი მოუვიდა. ის დაეცა და დამერწმუნეთ, ადრიანო მარტინეს არ აქვს ისეთი დარტყმის ძალა, როგორიც ილიას. მოკლედ, ნახეთ რა თქვა ხაბიბმა, შარაბულეთიც იგივეს ამბობს. ილია თოფურია კი ეს კაცი მუდმივად ლაპარაკობს და სწორედ ეს მომწონს მასში. იწვევს ტრენს კოროფოც, იწვევს შაკულ სტივენსონს, იწვევს ხაბიბს.
calling out Shakur Stevenson, calling out Khabib. გახსოვთ ხაბიბი პატეში რომ აგდებდა ხალხს და დანა ვაიტს ელაპარაკებოდა? მეც იგივეს გავუკეთებდი მას. ისლამს ხაბიბის თვალწინ დავასაბინთებო, თან გავუღიმებო, წარმოგიდგენიათ? ისლამს ხაბიბის თვალწინ დავასაბინთებ. ამაზე უკეთეს სცენას ვერც კი დაწერდი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ორი მოქმედი ორმაგი ჩემპიონი თავიანთ პიკში, თეთრ სახლში გაზონზე პრეზიდენტის წინაშე. ჩვენ კი ამას უყურებთ. იმედია მეც იქ ვიქნები სად მიახლოს. ეს არის თეთრ სახლის მთავარი ბრძოლა. დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ. ბისპინგ ცოტა სული მოითქვიო მეტყვი და მაინც ვინ მოიგებს ამ ბრძოლაში? საერთოდ შედგება კი ის, თუ ჯასტინ გეიჯიმ უნდა მიიღოს ეს შანსი. მაცნობეთ თქვენი აზრი. ჩემი აზრით აქ საფიქრალი არაფერია. ეს ის ბრძოლა, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს. ჯასტინისთვის მართალია ტეხავს, მაგრამ მგონი საკმარისად ვილაპარაკეთ დღეისთვის. წავედი, მადლობა ყურადღებისთვის და გამოიწერეთ არხი დააჭირეთ ზარის ღილას და მთელი ეს სისულელები. აბა თქვენიცით დროებით.